მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ ის, რომ iPhone 7 უკვე ოფიციალურად წარადგინა Apple-მა. აი ჩვენ კადრებში ვხედავთ, როგორ გამოიყურება ახალი iPhone 7. ტელეფონის დიზაინს მნიშვნელოვანი განახლება არ შეხებია, მთავარი ვიზუალური სიახლე ორი ახალი ფერია. ეს არის სტანდარტული iPhone 5-ისებრი შავი და ახალი პრიალა შავი, რომელსაც კომპანია Jet Black უწოდებს. გარდა ამისა, iPhone 7 სტერეო სპიკერები ექნება მოწყობილობის თავში და ბოლოში, რომელიც გარდა სტერეოსა 50%-ით უფრო მაღალ ხმას გამოსცემს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება კი ტელეფონის წყალგამძლეობაა, რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობის დასვლება საშიში აღარ იქნება. მნიშვნელოვანი განახლება შეეხება ტელეფონის პლუს მოდელს, სადაც ორი კამერაა მოთავსებული, ასევე ორი კამერა ერთდროულად მუშაობს და საშუალებას იძლევა გამოსახულება ორჯერ მიაახლოვოთ. მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ iPhone 7 და 7 პლუსის საწყისი მოდელები უკვე 32 გიგაბაიტიანი ვერსიიდან იწყება და ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ახალი iPhone-ის ფუნქციების ჩამონათვალში Apple-მა ახალი პროდუქტი უსადენო ყურსასმენებიც მოახვედრა.